სადა ხარ? ვიცი რომ ახლა გამოდი. გამოდი. რა აზრი აქვს მან სიმღერაში ყოფნას? რადგან შემოძველი ვარ გამოდი. გამოდი. ასე არ ჯობია. აი თქვენც უფრო ახალგაზრდაც ვარ. What's wrong? Internet is ხაზი გავჭირდა. ინტერნეტი აღარც დამჭირდება. სიმართლე გითხრათ? სულაც არ არის ჩემი საქმე ბინაში ქურგულად შებარვა. უბრალოდ სუხარ ჩემო ხეშორის და რას იზამ ხდება ხოლმე? რა გეგონათ რომ დღესაც არ მოვიდოდი? ნორმალური ხალხი ამ დროს ლოგინში იწევს. ეგ ნორმალურ დროებაში. რა? ჟურნალისტი ვარ. მე? ეს აზრებს ისმენს? ყველა ისმენს. ისიც კი ვისაც აკრძალულია მათი მოსმენა. ვისაც აკრძალული არა. ისინი ვერ იტანიან. თქვენი პარტნიორი? ქალია. კაცი. თქვენს წრეებში ეთყობა ძალზესულაური ხმები დადის ჟურნალისტების ცხოვრების შესახებ. დიახ, ქალაქში არ არის. შვილები. ვაჟი მხოლოდ არ არის ქალაქში. ასე რომ ჩვენს მედიან ბინაში არანაირ არის, ხო? წესით? არა. კონიური იქნება თუ წინააღმდეგობას არ გამიძერს. თქვენ რა ჩემს მოსაკლავად მოხვედით? ასე მაქვს დავალებული. ისე დაკვეთით უნდა მომკვდათ, არა? ჩემი პროფესია. არა, მე ვიცოდი რომ სახელმწიფოში არის პროფესიონალი კვლელები, მაგრამ არ ელოდი. სიმართლე გითხრათ? ელოდი. ოდესმე ლოგიკურად მიიღეთ სასჯელს. დიდი მადლობა. შესაძლოა თავაზიანად ლაპარაკო. ძირითადად განათლებულ ხალხთან მაქვს საქმე. ამაშია საქმე, განათლებული ხალხი საშიშია ხელისუფლებისათვის. თავდადით, თქვენ რატომ გახართ? თუ არ ჩქარობს სასაკ. ეთილი აქვე თუ თქვენ არ შეწუხდებით? არა, რა შეწუხება, ის ეწავით როგორც სამგზავრო სახლში. ნებოთ არასდროს დაგისწავლოთ. მე დავვლებ. მანამდე მე არ ასვლის ახსო.
რომ არა გიკანკავდეს? კი ბატონო, ნებათქველია, მაგრამ მე დაგეთმარებით, თქვენ თვითონ მოგიწევთ. კონეციეთ რომ სიკვდილი მოგისაჯეს. აქვეყანაში ყველაფერი სიკვდილი მიჭირია. ადამიანს სხვა არჩევანი არ აქვს, უნდა იჩნდეს და ელოდოს. რა? სიკვდილი? კვლევს? სხვას ვის? ამ დამპალ ქვეყანაში რომ ყველაფრის ამოცნობა გახდა უკვე შესაძლებელი. მოვლენები აქ ისეთი ლოგიკური, ისეთი გონიურულია, როგორც ის ახლა ხორცის საკეთ მანქანაში რომ ამოყო თავი. პრეზიდენტმაც თავის სიტყვაში გარკვეული მითითება უკვე გააკეთა და ძნელი მისახედი არ უნდა იყოს თუ რას ნიშნავს ეს. ზივწინვალებს აიგვარ გამოსვლებს ყოველთვის ყველაზე არაესთეტური შედეგები მოხდება ხოლმე. მეგობრებიც კი არ გადადიან ჩემს სანახავად. ქეშინია. ერთს გამწუნებ, იმიტომ რომ ვინც მესტურება, ყველას რაღაცას გაუწევთ. აი ესე ჯურმოში გამოგანწყდია თქვენ ხელისუფლება. მაგრამ მე ვიცოდი რომ ადრე თქვენ ხელს შეუშლიდა ჩემი თანების არსებობა და გამომიძავე და კაცს უნდა შეერუნ კვლელს. მე ველოდი ამ დღეს. ველოდი იმავე წმენის ადამიანს, როგორც წმენისა ჩემი ნამდვილი მკვლელები არიან. მინდა და მისთვის მაინც მე ხოლმე თუ ისთვის ვიცოდი მთელი ცხოვრების მანძილზე. მე თქვა მისთვის რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, რომ თავისუფალ კაცს აი ასე სიკვდილით ვერ შეაშინებ. მინდა და მე თქვა აი შენს მოხდები. შალა. ისთან ლაპარაკსაც კი არ არის მნიშვნელობა არ აქვს. მოგზაურობ. თქვენ მეგზურვართ. თქვენ იმე პატის გცემთ? შეგეძლოთ კი პატი გეცათ მკვლელისათვის. ღირსეულს ერს შევიყვარებ. აი ამის შემდეგ შევებრძოლებოდი კიდეც. მაშინ სიკვდილი ჩემთვის სულიერ ტრიუმფად გადაიქცეოდა, მაგრამ აი ახლა შენს ბინაში შემოძრა მოხელე, რომელიც ქირის ფას აშლავს და აი მაშინ შემდეგ პენსიას იღებს. ეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. ჩავარდ. თითქოს გმადლობ. გასაგებია ჯალათი ხომ არ ფერზე აგებს პასუხს, კიდევ ერთხელ მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. მაგრამ თქვენ აღიშინეთ. არა, როგორ აპირებ დაშის აღსრულებას, უხმაურობთ დანარჩენ მოფინანსებებს უწევ ანგარიშს კარგი. დანაც გახსოვ ქირურგიული ხელში. დიხას ვიწვალებ? არა, თუ ვიწამი და ყველაფერი მარინ. კარგია, მე მოხარული ვარო ხელისუფლებამ სიკვდილის წინ მაინც დამაფასა და თავის საქმის პროფესიონალი გამომიგზავნა და რაღაცა დამწყები ნაბიჯვარი. კიდე გავულაქვდები, რა უნდა გავაკეთო? საგანო შეიძლება სიგარეტი მოვწევი. რიტუალი მოითხოვს ამის ნებას ყველასო. ამიჩია. შენ არ მოწევ? მე შენ ყველაფერს მე აკეთებ. შეიძლება რომ არ იგამხატოს. მაშინ შენ სიგარეტს არ ახსნებ და დაგიდო. თავასია. რას ისამ როცა საქმე გაქვს ძაღლთან?
Evo, Igor Kavixsen. Soda. Ui, Igor Kavixsen. Როგორ ჟურნალისტი ხარ? დიახ. თავისუფლებისათვის უნდა იბრძოდეთ. მე. ეს ამისთვის იბრძვის ყველა ვისაც მე ვკვრა. ჩალდახმათის რა არის თავისუფლება, არა? სიგარეტი, სიგარეტი. ხო, ნერვი უნდა ცოტათი. მაშინ დავიწყო. მე არ მომიწევია. მოსე. ერთმა შეგარგოს. უმეტესობა ეს სიგარეტს ეწევა. მე კიდე ეს ასე წელი გამარი ადრე მშობლებს ეწეოდნენ ხოლმე. წარმოვიდგენია. ხოდა მეც არ მინდა მოვიწყოს სიამოვნება. სიკვდილის წინ რამდენიმე ღერი სიგარეტი მოვწიო და შენ გაგესაუბრო. რანაირად გესისხები. შენ აი ადამიანსაც ეჩვევა ხარ. აი მაშინ კი ღირსია ნამდვილად მოგრეს. მაშინ ნებოვნაცი კიდე ერთხელ შემოგთავაზო. მადლობა. Well, session here, დიახ, ცოტა. სიცოცხლეს ვერ. თუმცა სამართალი არ არის უფრო იულად შეიძლება. მართალი. სამართალი არ არის ჩემი საქმე. საერთოდ ვისაში შევიდე. თქვენ თავისუფალი ადამიანებიც კი ათასნაირად ამახინჯებთ მას. ხოდა გაზეთს ვკითხულობ, ტელევიზორსაც ჩავთავ ხოლმე. აი ხედავ თქვენი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მოგვამეზრიეთ და კალაღებულ სახერებს. ათასობით გაწამებული ადამიანის სიცოცხლე რომ ეწირება მათკეთილ ხეობას. თქვენ იცით რომ მე უკვე 40 წელია ციხეში ვცხოვრობ. ხოლო უკანასკნელ ხანებში მაგზავნე მის კედლებს გარეთ. ისიც ხალხი. ეს ყველაფერი ძველებურად რჩება. საშმორებული, ნესტით გაშლენილი კედლები. ობისლაგები დაჭრილებული ჩერნი. მანელი დერეფანი, რომელსაც დილის სინათლეზე გავყავ. კილო შარლებით და პერაგებით შემოსილი აჩრდილები ჩემს შესახვედრად რომ მოხდა. ისევ შიში, რასაც მე ვიცავ, მაქ და ისევ ის დარტყმა, რომელიცაც ერთნაირად უსწრაფებს სიცოცხლეს ბრალიანს და უბრალოს. დარტყმა. თვითონ უგლოვი ყوان აჯახი რომელსაც ვარდე. მაგრამ შენ ხომ ჯალათი ხარ? ჯალათი. მე ჯალათის ცხოვრებაში რაღაც უნდა ქონდეს მნიშვნელობა. იმას თუ როგორ ხდება ადამიანს? სულს როგორ ხაფავს? სიკვდილი შედარდება და წკარს ხდება ერთმანეთსა. მე რა მნიშვნელობა აქვს მაგას? როგორც გამი სიკვდილის ხელოვნებაზე მეთქი. რადგან თუ შეიძლება თუ არ მისი შესწავლა მე მხოლოდ იმას ხედავ რომ ყველა მერე უფლება ხელოვნებას უმეტესობა ძალა არ ყოფნის მე რომ სხერებს კარგად ვიცნობ და მაშინ უფრო გამინათულდება მისი ყოფნა მე არ ვიცი რას ნიშნავს ქორწინება ბავშვების სკოლა ხნაფესვა სინდის ღირსება სამშობლოსათვის არის გამწირვა პოლიტიკური საქმიანობა. ხელისუფლების საკითხი ტოლდოა. ალბათ მაინც ეს კიდევ რა. მე ვიცი ცუდი და კარგი. სუსტი და ძლიერი. შიმშილით გაწყობებული და ხორიმით გამაწყალი მე. ჩემი სიმართლეა.
ასე, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს ჩვენს ღამის სტუმართან ერთად და მორიგი შეკითხვა. თქვენ ახსენეთ სიტყვა სიმართლე. შეიძლება თუ არა ჯალათი მართალი იყოს? თავიდან ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი იყო. საქმეს ცივი გონებით ვაკეთებდი და სწორედ ასეთი მჭირდებოდი ხელისუფლებას. ძალა, რომლის დანიშნება მოხდა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ვინ გაიძულათ ეს არჩევანი გაიგეთებინა? გასაგები. იცით, თქვენ სამით ახალგაზრდა ვიყავი და სიცოცხლე უნდა შეგანარჩუნებინა. კანონის თანახმად არსებობის უფლება დაბა. სახელმწიფო გამოსასყიდი მოითხოვა ჩემგან ერთგული ჯალათი უნდა გავხდარიყავ. მაშინ სხვა არჩევანი არ მქონდა. ან ჯალათი უნდა ყოფილიყავი, ან სვერპლი. ეს გამოც ხარფის გაგება მომიხდა. აი ასე გავხდი ჯალათი. ისე როგორც თქვენთან დღეს თავისუფალ საზოგადოებაში ხდებიან ხოლმე მინისტრებთან, გენერლებთან, იმიტომ რომ იცხოვრონ. ხოლო ცხოვრება ჩემთვის ნიშნავს რომ კლა. განა ცუდი არჩევანია. მართლაც არაუშავს. მაგრამ მაყურებლისათვის ისიც საინტერესო იქნება ალბათ თვითონ პროცესი. მე მესმის რთული აღარ საუბარი იქნებ შევეცადოთ. იცით, როცა კლა მსხვერპლი თავს იცავს და ჩვენ შორის ურთაბრძოლა მიმდინარეობს, კიდე შულს არ გავუყვეთ. ჩვენ ხელით ვიდებოდნენ მაგარი ბიჭები, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობისათვის უმოწყალო ძარს სვავდნენ, კლავდნენ ხალხს. მე მესმოდა მათი ნებები, მიყვარდა კიდეც ისინი. მეც ხომ ერთ-ერთი იმათაგანი ვიყავი. მაგრამ ისინი დამნაშავენი იყვნენ, მე კი კანონი, აქ იცით, ჯამი საერთოა. ამდის სიკვდილით და გასაგებია, ესე იგი თქვენ მაინც ხელისუფლებას არანაშაულებთ ამ თქვენს არჩევანში. ამ ნაღდი ბიჭების გარდა იყვნენ თუ არა სხვები, რომლებიც სხვაგვარად ხდებოდნენ სიკვდილს? როგორ არა. იყვნენ სხვები, როგორ არა. აი მაგალითად დისიდენტები. სისხლით მეკცაოდნენ, როცა წარმოთქვამდნენ სიტყვას თავისუფლებაზე, სხვათლიადობაზე. გასცინოდნენ ხელისუფლებას, მდიდრებს, ტირანებს, ისე რომ ჟრუმავდარი დაგივლია. სწორედ იმიტომ ხდებოდნენ, რომ სჯეროდა თავისი სიმართლეს. უნდა ეჩვენებინათ, როგორ არაფრად ადგენდნენ სიკვდილს. მეც ასევე წარმატებით უღებდი მათ ბოლოს. აი აქაც ჯამი საერთოა. ზემოყალ ისეული სიკვდილით ხდებოდნენ. ამათ. ისეული სიკვდილით ხდებოდნენ. სანატრების სიკვდილი. ყველას მაინც შეეძლოს ასე სიკვდილი. ეს ვინც კი შენი ხელით ხდება, ყველა ხდება როგორც მე ამბოხე. ვერ სწორდა ასე მოკდარიყო. ყველას აქვს უფლება ისე მაინც მოკდეს, როგორც მას სურს. დღეს ჩვენს დროში ადრე უცხოეთში სხვაგვარად ხდებოდა. იქ დარჩა მოვლენად იქცეოდა ხოლმე ცერემონია. რომელზეც თავს იკრიბნენ მოსამართლე, პროკურორი, ვექილი, ექიმი, მოძღვარი, ჟურნალისტი და ბევრი სხვა ცნობის მოყარე. შავკოსტიუმში გამოწყობენ როგორც საზეიმო მოვლენა. ანაკან მეტი ეფექტისათვის ტაშის გრიაცი ფაფარვის მასკი გაისმოდა ხოლმე. აი იქ ხილდა სიკვდილში წარმოეთქვა მართალი სიტყვა. დღეს აქ ჩვენთან ყველაფერი შეიცვალა. ხოლო ჩემი თანდასწრები ხვდებია. ეს მღვდელიც მე ვარ, პროკურორი, მოსამართლე. ასე რომ ჯამი აღარ არის გათანაბრებული. ხვდებიან როგორც პირუტყვები. ამას შეიძლება უწოდოთ ხელოვნება. მაგრამ დასჯის წინ თუ მაინც შედგა სასამართლო. ხანდახან ეს ხელისუფლება სჭირდება ხოლმე. ასე სიკვდილში ვიქნა მოტეხილია და ყველაფრის უფლებას იძლევა. ეს ცინიკური სიკვდილია. ეხლა სხვა დროება. სხვა დროება, ამას ჭალათიც კი აღიარებს.
ხედავთ როგორ გათახსირდა ხალხი. აბა, შალათიც კი გადაგვარდა. მეც მინდოდა ხილსეული სიკვდილით მომგარიყავით, ამ ხოლო შენ ხელში. მხოლოდ მე სიჩუმეში. და გამოვიცი რომ სხვა არჩევანი არა მაქვს, უნდა პირუთხივით გამოვესალმოთ რატომ სხვანაირი სიკვდილიც არსებობს? მითხარი ერთი შენი ასეთი ლექციის შემდეგ როგორ შეიძლება ისე მოკვდე რომ პირუხს წარდაემგზავრსო? შეიძლება მოკვდე 7-დან. რა? 7-დან. 7-დან რა? ბერდე. 7-დან. შეიძლება მოკვდე 7-დან. აი ჯალათის შესაფერი სიბრძნე 7-დან. არ შეიძლება და 7-დან ყოფნა ასეთი მორჩილება დამღუპელი ზუსტად. უკანასკენ ამას უქონე პროტესტული აცხადეთ იმის სამართლობის წინაშე, რომელსაც ჩადიან ერისა და კაცობრიობის წინაშე. ეს ხერხი დაგშენით აღმოცანა. ვინც ხვდება სხვა აღმოცანა. რა აღმოცანა ბიანყამით საკუთარ სახლში, სასამართლოსა და დაცვის გარეშე, ბრალდების გარეშე, მოძღვრის გარეშეც კი. უნდა მომკლეს ეს საიდუმლო როგორც ნაბრძანები აქვს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. იმათაც კი ვისაც ეხლა ამ სახლში ზინავთ. დღეს როცა კვლელებისგან სახელმწიფო მოღვაწენი ხდებიან, ხოლო დამნაშავენისგან მოსამართლელი შენ ჩემგან მორჩილებას მოითხოვა რა. სულელო. როგორც კი ამნაშავენი მეწინააღმდეგებიანო, ხო? ძალიან კარგი ნათქვამია, ხო და მე ძალიან უაზრობა. ვიცი, ამათ რეჟიმში მხოლოდ ჯალათს შეგიძლია გაუზარიანდნენ, მაგრამ არა უშავს. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ჩაარჩა თავისუფალი სიტყვა. აქ ადამიანი თავის ჯალათს სივრცის. აქ სიკვდილით ემუქრებიან ყველას, ვინც კი სიმართლეს ამბობს. აქ ადამიანებს პირუტყვებით უსწორდებიან. აქ ადამიანი თავის ჯალათს სივრცის. აქ სიკვდილით ემუქრებიან ყველას, ვინც კი სიმართლეს ამბობს. რას გაჩვენებულთა ხალხო? ამ თქვენ სიჩუმით ხომ განაჩენი გამოგაქვთ თქვენ შთამომავლობისათვის მათთვისაც კი ვინც ჯერ არც დაბადებულა არ გესჭით არა? გეშინიათ არა? შეგვეთ არა? მე გადავიებინე ქუჩაში სიწყნარია. გეგონება ხარც მეყრიბ. არავინ არ მოვა, არავინ. ამ სახლშიც კი ჩავიჩუმიც კი არის ის. შეგიძლია იყირო ამ აზრია ქალაქში ოღონდ ვიღაცა ხვირის თქვენ საერთოდ მონებს უხმობს, მაგრამ საშუალად არავინ არ მოდის. ეს ერი გაკეთო კაცი. ახლა ეს შუმად
მათი თავფეხები. შიში ძალზე ძლიერი. ჩამოჯექი. ო, სხვა რა გამჩენი. არადიკალი. ეს არის ცალას კონცეფტი შეთან ჭიდილში. შვილად ხარ ხო? აღარ შეუძლია ჯალადის წონასწორობიდან გამოყვანა. მე ხომ არ ვკვდები. ჯალადი ყოველთვის ცოცხალი რჩება. მაშინ მოწევ. მიბატონო. მე წინააღმდეგობის გაწევა ხარ შემიძლია თავი. ბოლოს ყველა სასე ამართება. მე მოვიკიდე. მესამე. მართლა? ეს ერთი და მეც აღარში გაწევი. როგორც ყველა სხვა, ვინც მშვიდად კვდება. შემდეგი რა ძნელია ამ დამორჩილების გაგება. როცა ადამიანები გულგრილად ხვდებიან სიკვდილს პირუხთან მსგავსად, მაშინ ნებას უთავენ წინააღმდეგობის გარეშე მივაყენო სასიკვდილო დარგს. ადრე მეგონა რომ მორჩილნი სწორედ ასე იქცევიან. სინამდვილეში სპაგარადაა. ისინი მიდიან სასაკლაოზე დაღლილობისა და შიშის გამო და გაბასკვენი. რომ დამორჩილებულნი ყველანი დამნაშავენი არიან, რომლებიც სიკვდილს ისე ხვდებიან, როგორც დამსახურებულ სახეს. მაგრამ უცნაური იყო ის, რომ ასევე ჩემი ხელით ხვდებოდნენ სრულიად უდანაშაულო ხალხს. მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ისინი უსამართლოდ ისჯებოდნენ. ეს მე არ მესმის. არც მე ბეთ შენიგებული დამნაშავისა მესმის. მაგრამ არ მესმის, რატომ კვდებიან სრულიად უდანაშაულობით ისევე, თითქოს მათ სამართლიანად ექცეოდნენ. ეს ვერაფრით ვერ ამიხსნა. კითხვის ნიშანი. პირველად მეშინოდა მათთვის დარტყმის მიყენება, ძულდა კიდეც საკუთარი თავი, იმდენად უაზრო და შეუცნობელი იყო მათი ქცევა. ჩემი დარტყმა აზრს იყო მოკლებული. წერტილი. მონები. ისინი მონებია. ის რაში სჭირდება ახლა ასეთი სიკვდილი. თუმცა რა კი ჩალადის წინაშე დგახარ ალბათ უკვე სულ ერთია როგორ პოზას მიიღე. ხელი მაინც წარიო. რამაში არ გეთახო? თავს ნუისურელებ ჩალათო დღევანდელ დღეს გამარჯვებული შენ ხარ. მე გეტყვი რა ვისწავლი უდანაშაულო დასჯიდან. ეტყვი? ხო. ყველაფერთან სწავლობ კიდეც. პრაქტიკული განსაკუთრება. სიკვდილი არ დამოწევია. შენი ნებისყოფის შეიძლება შეშუქდეს. მე სხვა არაფერზე ვფიქრობ.
მითხარი, რა ისწავლე იმ უდანაშაულო დაჟილთაგან? ის თუ რა შეიძლება სცელილო და რას ვერ. გამოდის რომ შენი ძალაუფლება მაინც შეზღუდული ყოფილა. თანაც შენ აღარ ჩქარო. ისე დაბლა დავეშვით რომ დღეს მხოლოდ ჩალათები ხარ ფილოსოფოსები. ილაპარაკე, მეგის მე ილაპარაკე. ძალაუფლება რომელიც მოცემული მაქვს და რომელსაც საკუთარი ხელებით გვეუფლება. ეს არის კერპაზე დამიზნებული მაკარონი, ბრენღამებში გაელოებული დანის წვერი, ნაზი მარხუში, რომელსაც ზუსტად და ზრუნავად ვახდობთ, ხო? ყველაფერი ეს ვაში წვეთია. ძალადობას და რომელიც ეს პლანეტაზე ყოველდღე. ყველა ძალადობის წყარო ერთია. ჩემი ძალადობაც ამა ქვეყნის ძლიერთაგან დამოკიდებულია. როცა კლავ, ესე იგი ისინი კლავენ ჩემს. ოღონდ ისინი ზეითარენ. მე ვიქრებ. მათ ბევრი დასწრები და სახელწოდება. დაწყებული დახრეწილი და ამაღლებულიდან ყველაზე დაბალსა და საკურდობამდე. მე საფუძველი არ მაქვს დასკვისათვის. ისინი სამყაროს აბრუნებენ. მე კი სამყაროს უძრავი ღერძი ვარ, რომელზედაც საშინელების ბორბალი ტრიალებს. ისინი ბატონობენ, მაგრამ მე შინია. მათი შიშის ფსკერზე კი ჩემი სახება ახალ. ჩემი სისხლით მოსრული ხელებით მათი ძალადობა დასრულებულ ფორმაზე და როგორც მუცუკი, რომელიც ესეა უნდა გასკდეს. მე ვარსებობ როგორც ბოროტების განსახიერებელი. მე ყველას ვეზისხები ასეთი, აი, თქვენ წინდი გარი ახალი მსხვერპლის თბილაში, რომელიც ხელით შოული მოძრა ჯიბეში დალის წასწრებზე. მე ვეზისხები იმიტომ, რომ სიცხლის ტვირთი, რომელიც მოიხსნეს ძლიერ დამაყრისაგან. ჩემს მხრებზე ასვენია და მე ვატარებ მას. ჩემი ეშინიათ იმდენ, როცა მათი არათუ არ ეშინიათ, არამედ აღფრთოვანებულიც კი არიან ხოლმე და თქმებია კიდეც მათი. ისინი კი შური გარემოცული გაცხრობას ეძღვნებიან თავიანთი განზეულთა და კეთილდღეობით. ძალაუფლება ის ერყონის ხალხს, რომ სწორედ მათ ეტოყანებია ხოლმე, ვინც უნდა ზრუნდეს. თანამოაზრე და ამხმარები, როგორც ფინიები, თექვეშელებიან. ამა ქვეყნის ძლიერ და ხარბად ჰყავენ ძალაუფლების ნარჩენებს. ზემდგომნი ეს ძალაუფლების ცხოვრება. ეს უკანასკნელი კი პირიქით. აი ეს შიშისა და ძალადობისაგან. გაუმაცხრობისა და უცხობისაგან შეფოწწებული მანქანა ბოლოს და ბოლოს წარმოჩობს ჯალათს, რომელისაც ჩემზე მეტად უნდა ეშინოდეთ. ეს ჯალათია ტირანია. ეს განუკურნებელი სენი განუწყვეტლივ მtkავს ხალხის ახალ და ახალ მასებს და მხოლოდ იმიტომ განადგურებს, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება. რომელიც ძალადობა მეორეს წარმოშობს ერთი ტირანია მეორეს და კიდევ და ასე განუწყვეტლივ. როგორც დაშფება არა. ეს შენი იმიტომ გამიგრძელებით. მე შემიძლია ხალხი შენი სხეული. იგი ძალადობას ეკმდებარება ისევე როგორც ყველაფერი რაც მტვრა და არარაობად უნდა იქცეს. მასე ისწავლეთ თქვენი ბუჯეტი. ხელი არ მიგიწვდება. აი, რა მისწავლი დანაშაულო დასჭირდა. ისთვისაც მე შური გამიხარეთ. მე გავიგე რომ სიკვდილის უდეთ შეიძლება არ ვთქვათ ხისებაზე არ შიშზე მათ საჯულებაზეც კი შეიძლება მოვდე სოთმელა როგორც ოდებრე ბოშ როგორც დიდი
მათ სიმშვიდეში, რომელიც ლოცვაზე უფრო მიტაცება. მათ სასწაულებრივ სიკვდილში, რომელიც წინააღმდეგაც გონება ილაშქარი და რაც საზოგადოების დაცინვასა და განმტკიცებას იწვევდა, ჟღამდებოდა უსამართლობის უძლურება და სიკვდილის არალაყობა. ჩვენ მოწვევადენი საკუთარ მეს მოკლებულნი თვითონვე ვართ გამომწყდეული ბნევდურობები. ადამიანი რომ მარტო ხორციელი ყოფილიყო, მაშინ მართლად ეს ყველაფერი მარტივი იქნებოდა. მაშინ მათ ისევე შეეძლოთ ხალხისაგან სახელმწიფოს აშენება, როგორც კედლები ამოყავთ ხოლმე ქვის ქვაზე დაბდები. მაგრამ რაც არ უნდა აეშენებინა, როგორი გიგანტური სასახლებიც არ უნდა აეკოთ, რაც ელიერებას არ უნდა ჰქონოდა და რამის საკრული ინტრიგებიც არ უნდა წამოეწყოთ. გაწამებული ხალხის დაუძლურებულ სხეულს, მის სისხლსა და ხორცს მაინც დაეუფლებოდა წმენა იმისა, თუ როგორ უნდა იყოს სამყარო და რისთვის არსებობს ადამიანი. წმენა იმისა, რომ ეს სამყარო უნდა დაემხოს და გარდაიქმნას ადამიანების საკითხი უფლებოდ. უნდა აფეთქდეს. ისე როგორც ატომური ბომბა აფეთქდება და მტვრად იქცეს ამდა მიწის რომ დაანგრიოს. ეს ოპოვერი. ეს არის ჭეშმარიტება, რომლის დასამტკიცებლადაც იბადება თავისუფალი ადამიანი. მაგრამ სამყარო მზად არ არის აღიქვას ეს ჭეშმარიტება. ანდარ როგორ უნდა აღიქვას? საყოველიო დღევანდელი. ულუზე არის. უკვე მოვწიე. კიდევ იმდაძე. არა. კარი დაგედი ჯალათო. პირველი ტრამვაი წავიდა უკვე. კარები. მე მინდოდა ჩემს ყველთან ამაღლებული დღეებზე მოლაპარაკა. ჯალათი მხოლოდ თვალსაჩინო ფაქტებზე მეყოლა. ეს დედამიწაზე უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბრძოდი, რათა ადამიანების სულთან ხვიდნენ ხელისუფალთა ბინძურხელებში. შემდგომ ამისამე თავისუფლებისათვის ვიბრძოდი. იმ თავისუფლებისათვის, რომელიც არ მარტო
ნებას გაძლევს არალეთ თვინიერებას. თუ ჩალათის ლოგიკას მივდიე, არ ვაღიარებთ ისაც ადამიანისთვის შეუცნობელია. მაშინ უნდა უარყოთ ყოველი გიგანტური და მიოცნებელი ღვაწლი მთელი სამყაროს. ჩალათის ლოგიკა ხო მხოლოდ ბოროტებაზე არის. იმ ბოროტებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს. ამ გეტყუხმარ დროში სხვერპლად წეული ჯალათის მისაწვდავია. რადგან ისეთივე დამამცირებელ მორჩილებასა და შიშს განიცდის ხელისუფალ და წინაშე როგორცაც ნებისმიერ თქვენთან. ჩვენს უმეთმაეთის ჯალათი გადააქცევს. ხოლო ჯალათი არ შეუძლია გაიგოს მთავარი სიმართლე, რომ ადამიანის აკრეფად მოლინება თავისუფლების აზრის მატერიალური გამოსახულება. აი ეს არის ის მთავარი სიმართლე, რომელიც ჩვენ სწორად გვაქცევს. ხოლო ის რაც გავაკეთეთ უკმად არ დაკარგულა, ისევ და ისევ განახლდება ეს ჩვენი ბრძოლა სადმე ვინ მესმიერ. ეს კი ის გადაგჭირია რომ ბედშერიგებულებმა და დამორჩილებულებმა განმაგრძელეს შეჯოხებით. მიდი ჯალათო ჩააქრე სინათლე გამთიადის პირველი სხივი წარმართავს ჩვენს ხელს.